50-ზე კაი შორს გიწევს გასვლა. კამერა ცოტა დასაწევია ქვევით, დამინახოს ნორმალურად. მონიტორი ძალიან პატარაა. თითქმის ვერ ვხედავ ჩემ თავს. კარგია რომ წითელი ნათურანთია ვიდეოს ჩაწერის დროს, მაგას მაინც არ ყვევ. იწერება თუ არა. ცოტას დავწევ ახლა თვითონ შტატივს და მე ვნახოთ როგორ იქნება ესა დაახლოებით მეტრანახევარში. და ნახოთ მე ეს არის მანუალზე ახლა დაყენებული და ვნახოთ მე ავტომატური როგორ იმუშავებს. ფოკუსიც ვნახოთ. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვტესტავ ჩემს კამერას Sony-ს ZV-10 მეორე თაობისას ვარ ქედაში. მაინტერესებს ფონი როგორ ჩანს, ეს არის მაქსიმალურ 50 მმ-ზე დაყენებული, წესით უკან რაც ჩანს ის უნდა იყოს დაბლანტული. ხმა მიერთებული მაქვს ჩემი DJI-ს მიკროფონი მეორე თაობის, რომელიც ძალიან კარგ ხმას იძლევა და ვნახოთ როგორ გადააქვს Sony-ს კამერაში. თუ სწორად მაქვს ყველაფერი არჩეული. ეხლა ვიღებ მანუალზე, ISO არის 100-ზე და მე გადავიღებ ავტომატურზე და შევადაროთ მე რას იზამს. მოგესალმებით, ეხლა არის სრულად ავტომატზე დაყენებული კამერა, საინტერესოა განათებას უშვება და უკან ფონს. აპლიკაცია როგორ ჩანს საჭიროა, ტელეფონთან ვერ დავაკავშირე იმის გამო რომ აქედან აკონტროლო, ან მოუმატო, ან დააკლო, იმიტომ რომ ყველა ჯერზე მოგიწევს იქ გასვლა, მაგრამ რეალურად მე ჩემ თავს ვერ ხედავ ეხლა რა. ხედავ პატარა ეკრანში და ვარ ჩარჩოს კონჩი ვასწორებ, ხოლო თორე რა უნდა მოუმატო ექსპოზიცია, რაღაცები არ მიჩანს რა. ოფიციალურად ვერ დავაკავშირე აპლიკაცია კამერას, უბრალოდ ვერ გადმოუწერი აპლიკაცია, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის დაშვებულიო თქვენს რეგიონში, ესე მიწერს Google-ის თორი და ალბათ რაღაც ხლიკებით უნდა ჩაიწეროს და ამ შემთხვევაში უკვე შეგეძლება ტელეფონში ნახო რა გამოსახულებას ღებულობ და აქედანვე ჩაასწორო, როცა საკუთარ თავს უღებ, თორე როცა სხვას უღებ გასაგებია რომ კამერასთან გეხარ და იქვე გაასწორებ ყველაფერს. ნახოთ ისევ ავტოფოკუსი დაშვება, გავალ კადრიდან. ისევ შემოვალ. აქედან ვხედავ რომ ეგ ამბავი მუშაობს. ნამდვილად კარგად მუშაობს ეგ ამბავი. ეხლა გადმოვინაცვლე ჩრდილში. აქაური ამბავიც მაინტერესებს. კამერა ცოტა მაღლა დარჩა, მაგრამ არა უშავს. ჩიტების ჩიკ-ჩიკიც ისმის და საინტერესოა ხმას როგორ უჩვენებს მიკროფონი. ხო, ამის შემდეგ გავთიშავ აუცილებლად ამ მიკროფონს და ჩავიწერ კამერის მიკროფონით და შევადარებ რა ხმა იქნება რა ამას და DJI-ის მიკროფონს და Sony-ს ასე ვთქვათ ჩამონტაჟებულ მიკროფონს შორის.
ნახოთ ახლა რა მოხდება. ახლა მაქვს დაღენებული მანუალზე ISO 100 მაქვს ისევ დიაფრაგმა 7.1-ზეა. ცოტა ახლო მანძილია. პრინციპში შეიძლება ცოტა დაუზუმო და ნახოთ უფრო ტელევიკი და სიძამს, ესე. ფონი ძალიან ახლოს არის და სავარაუდოდ უმას უკან ვეღარ გასმას გავს მე რაც მინდა რა. მაგრამ ფერები საინტერესოა, ხმაც საინტერესოა რა თქმა უნდა. და ახლა ერთი ტესტი კიდე DJI-ს მიკროფონს გავთიშავ და ნახოთ საერთოდ თუ აიღებს ამ მანძილზე დაახლოებით მეტრ-ნახევარში ვდგევარ ახლა მე მისი ჩაშენებული მიკროფონი.